მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარიცხილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ბრიტანული გამოცემა 72 უოტფორდის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს. სტატიის ავტორის იუან ულოშის აზრით, მონავრების წარმატება ახალ სეზონში იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებას. გასულ სეზონში გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. 39 მატჩში მან 2 გოლი და 6 საგოლე პასი დააგროვა. მისთვის დამახასიათებელი სტაბილურობის გარეშე მონავრებს პრობლემები ექნებოდათ. ხოლო თუ ჩაკვეტაძე გასული წლის ფორმას ახალ სეზონში შეინარჩუნებს, უოტფორდი დიდ გუნდებთან ბრძოლას შეძლებს. უოტფორდის ახალწეულებთან ერთად ჩაკვეტაძე თავისი სტატისტიკის გაუმჯობესებას შეძლებს. გასულ სეზონში მას ძირითადად მარცხენა გარემარბადან შემტენ ნახევარმცველად უწევდა თამაში და სტატისტიკურად მისი პასების სიზუსტე ფენომენალური იყო. ახალ სეზონში ჩაკვეტაძე გოლებისა და საგოლე პასების სტატისტიკას გააუმჯობესებს. უოტფორდი აუცილებლად იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის. ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს ვალენსია იჩენდა, მაგრამ როგორც ჩანს, თუ უოტფორდი ძალიან სარფიან შეთავაზებას არ მიიღებს, ქართველი ფეხბურთელი უოტფორდში დარჩება. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ უოტფორდში ბედნიერია და მომავალ სეზონში შეეცდება უნავრების გულშემატკივრები გაახაროს. პორტუგალიური გამოცემა ბოლანერედი ლისაბონის სპორტინგის ქართველი ახალწეულის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. სტატიაში სათაურით ქართული ტანკი, რომელმაც სპორტინგის ნახევარდაცვა უნდა მართოს. აღნიშნულია რუი ბორჯესის სათამაშო სქემაში ქოჩორაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. სპორტინგს საყრდენ ზონაში ბალანსის პოვნა დასჭირდება. კლასიკურ საყრდენთან ერთად, რომლის როლსაც მორტენ ჰიუმანდი ასრულებს, გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ბურთის წინ წაწევა, პრესინგი და ხაზებს შორის ბურთის მიღება შეუძლია. ამ როლს ქოჩორაშვილი იდეალურად ერგება. ის კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ცენტრალური მცველების სიახლოვეს იღებს ბურთს. შეუძლია ვერტიკალურად თამაში, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მეტოქის საჯარიმოში შესვლა. ამის გათვალისწინებით ქოჩორაშვილი მომავალ სეზონში სპორტინგისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. ქოჩორაშვილი თანამედროვე ნახევარმცველია, მშრომელი და გონიერი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელების ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია. ის უნდა გახდეს დამაკავშირებელი რგოლი დაცვასა და შეტევას შორის, რაც სპორტინგს ზედიზედ მესამე ჩემპიონობის მოსაგებად დასჭირდება. თუ ქოჩორაშვილი ლომების რიგებში მოლოდინებს ისევე გაამართლებს, როგორც ამას უდიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებდა, ის ძალიან მალე მოიგებს გულშემატკივრების გულს და აქტუალურს გახდის შემდეგ კითხვას, როგორ შეძლო სპორტინგმა ამ ფასად ასეთი ფეხბურთელის ყიდვა. ცნობისთვის ქოჩორაშვილი სპორტინგს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ლომებმა მის სანაცვლოდ ლევანტეს 5.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. აქვე გეტყვით, რომ მას კლუბში დებიუტი უკვე ჰქონდა, სადაც ქართველის გუნდი სუპერთასის ფინალში ბენფიკასთან დამარცხდა. სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ერიკმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამო 24 წლის გარემარმა კალიარისთან გამართული ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. ზურიკო დავითაშვილი სამკურნალოდ დავტოვეთ. მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და იმედი მქონდა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ მატჩის წინა დღეს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდი ასკივდა. ექიმებმა შეამოწმეს და გადაწყვიტეს გუნდთან ერთად არ ყოფილიყო. თუმცა აღნიშნულ საკითხს სხვანაირად ფიქრობენ ფრანგულ პრესაში. სოფლმა გამოცემა ფუტომერკატომ ზურიკოს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები გაგვიზიარა. ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენისთვის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. ჩვენი ბოლო ინფორმაციით ბორდოს ყოფილი მოთამაშე რენის, სტრასბურგის, სევილიას, გლადბახისა და ევერტონის ყურადღების ცენტრშია. რა არის მთავარი პრობლემა? სენტ-ეტიენი წინადადების მოსმენასა და 24 წლის გარემარბის გაშვებას არ აპირებს. მნიშვნელობა არ აქვს რა თანხას შესთავაზებენ. ზურიკო არ იყიდება. დავითაშვილის შექმნილი სიტუაციით გაღიზიანებული და აღშფოთებულია. მას სურს ახალ ამბიციურ გამოწვევას გაუმკლავდეს და სწორედ ამ მიზეზით წინა სასეზონო ეტაპზე პარისთან და კალიარისთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ქართველი ფეხბურთელის პოზიცია ნათელია და მისი ამოცანაა უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდში გადავიდეს. სასურველია ეს კლუბი ევროტურნირზე გამოდიოდეს. წერს ფუტომერკატო. საინტერესოა რომ დავითაშვილს რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ევერტონისა და გლადბახის ვარიანტი პირველად გაჟღერდა. ზურიკოს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ტრანსფერმარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. Sport People-მა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ-10-ში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ცნობილი პორტალის შეფასებით ამ მომენტისთვის საუკეთესნო არიან. ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხელია მათ შორისაა. უფრო მეტიც, კვარა პირველ ადგილზეა და ყველას უსწრებს. კვარაცხელია ფლანგზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით პარი სენ-ჟერმენს 4 ტიტულის მოგებაში დაეხმარა. პარიზულმა კლუბმა ხვიჩას სეზონის შუაში გაიფორმა და მისმა გამოსვლამ როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე ავანსები სრულიად გაამართლა. წერს Sport Bible. სიაში მეორე ადგილზე ვინისიუს ჯუნიორია, მესამე პოზიციაზე კი რაფინია იმყოფება. ნიკო ვილიამსი მეოთხეა, კვარაცხელიას თანაგუნდელები ბრედლი ბარკოლა მეხუთე, კოდი გაკპო მეექვსე, ლუის დიასი მეშვიდე, რაფაელ ლეაუ მერვე, ენტონი გორდონი მეცხრე, ხოლო მარკუს რაშფორდი მეათე. ცნობისთვის ოტახნესი იგივე რეიტინგი გამოცემამ ფორფორტუმაც გამოაქვეყნა და ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალისტმა კვარას მეორე პოზიცია მიაკუთვნა, მასზე წინ მხოლოდ რაფინია იმყოფება. ლივერპულის გოლკიპერს ალისონ ბეკერს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ავტორიტეტული თურქული გამოცემის საბაჰის ცნობით, ჟოზე მოურინიოს ფენერბახჩეს მეკარის პოზიციის გაძლიერება ზურს და მათი მთავარი სამიზნე ბრაზილიელი კიპერია. თურქული კლუბი მანჩესტერ სიტის მეკარის ენდერსონის გაფორმებას გეგმავდა, თუმცა ქალაქელებთან არაფერი გამოსდით. ფენერბახჩეს შექმნილი სიტუაციით უკმა ყოფილო და ალტერნატიულ ვარიანტზე გადავიდა, რომელიც ალისონია. ფენერბახჩეს ლივერპულისთვის წინადადებით არ მიუმართავს და არც ფეხბურთელებთან ჰქონია კონტაქტი. კონფიუცაიძე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის შეძენა იმის მაჩვენებელია, რომ წითლები ცვლილებებისთვის მზად არიან. თუმცა დასცენს, რომ საეჭვოა ეს ამ ზაფხულს მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ლივერპულისთვის ახალი სეზონი 10 აგვისტოს იწყება. მერსისაიდელები პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას კი 15 აგვისტოს ბორნმუთის წინააღმდეგ გამართავენ. როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით იტალიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა მას საქებარი სიტყვები მიუძღვნა. თანამედროვე მცველი, რომელსაც დიდი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, ამავდროულად ტექნიკური და სწრაფი. ემპოლში გადასვლის დღიდან გასულ სეზონში განსაკუთრებით გამოირჩეოდა. 2022 წელს მყარი რეპუტაცია მოიპოვა. 15 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ჩემპიონატში და 2 საქართველოს თასზე. მომდევნო წელს მან კიდევ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ემპოლიმ საბა 2024 წელს შეამჩნია და იტალიაში ჩამოიყვანა. დიდი გარღვევა მოახდინა პირველივე წელს. მან 33 მატჩი ჩაატარა. კოპა იტალიაზე ის ტოსკანელებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა და შესანიშნავი თანმიმდევრობა აჩვენა. შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზესთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 650,000 евро იქნება, ხოლო ემპოლი მის სანაცვლოდ 5 მილიონი евро მიიღო. ცნობისთვის გოგლიჩიძე ემპოლში 2024 წლის იანვარში ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ტრანსფერმარკეტის მიხედვით მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. საბა რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად სასუაოსა და კალიარზე იწერებოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზე აირჩია. გასულ სეზონში შავთეთრებმა სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავეს და გუნდის თავკაცი გერმანელი კოსტა რუინიანიჩია. გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარს ტოვებს. ქართველი ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს და უმაღლეს დივიზიონში ახლახან დაწინაურებული ჰამბურგის ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად გერმანულ წყაროებში გავრცელდა. შემდეგ კი ჯეოთიმა დაადასტურა. გოჩოლეიშვილი ჰამბურგში საკუთარ აგენტთან ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გაემგზავრება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს. ჰამბურგი მას 1 წლით იჯარის წესით გადაიყვანს და
და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ მომენტისთვის გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. ტრანსფერმარკეტზე გოჩოლოიშვილის საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. და ბოლოს გიორგი კოპენჰაგენში ასპარეზობდა, რომელთანაც ასევე საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა და დანიელებმა მისი კონტრაქტი არ გამოისყიდეს. ცნობისთვის 9 აგვისტოს ჰამბურგი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და მალიორკას დაუპირისპირდება. როტოზენი ახალ სეზონს გერმანიის თასის მატჩი იწყებს და 16 აგვისტოს ჰირმანსენს შეხვდება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.